სი ძინპინი ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე ანტი-ამერიკული კოალიციის შეკვრას ცდილობს. რა ხდება სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში? კრიზისი გერმანიის მმართველ კოალიციაში. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ უხაძე. გამარჯობა. ჩინეთის ქალაქ ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ეს გახლავთ რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს შეიქმნა. მისი დამაარსებლებია ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. 2017 წელს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდა. 2023-24 წლებში კი ირანი და ბელარუსი. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არ არის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი. მისი ამოცანაა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, ბრძოლა ტერორიზმთან, სეპარატიზმთან, ექსტრემიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან. ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ენერგეტიკული პარტნიორობა, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. 15 ივლისს ჩატარებულმა მინისტერიალმა გზა გაუკვალა შეხვედრას უმაღლეს დონეზე. 1 სექტემბერს ტიანძინში ორგანიზაციის სამიტი უნდა ჩატარდეს, რომელსაც წევრი ქვეყნების ლიდერები, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და სტუმარი ქვეყნების მეთაურები დაესწრებიან. ჩინეთს სურს, რომ სამიტმა ჩინეთი მსოფლიოს ლიდერად წარმოაჩინოს. მინისტერიალისა და სამიტის ადგილიც სი ძინპინის სურვილითა და გადაწყვეტილებით შეირჩა. ქალაქ ტიანძინს დიდი ისტორიული და სიმბოლიური დატვირთვა აქვს. მე-12 საუკუნიდან, როცა ჩინეთს მინის დინასტია მართავდა, ტიანძინს ჩინეთის დედაქალაქის სამხრეთ კარიბჭეს უწოდებდნენ. ამით სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი დიდი იმპერია იყო და ახლა მისი აღზევების ხანა დადგა. მეორე მხრივ, ჩინეთი ანტი-ამერიკული კოალიციის შეკვრას ცდილობს, რაც ჯერჯერობით არ გამოსდის. როგორც ბრიქსის შემთხვევაში, აქაც გაფართოება არ ნიშნავს გაძლიერებას. გაფართოებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია კიდევ უფრო დასუსტდა და მისი ეფექტურობა შემცირდა, რომლის მიზეზი წევრებს შორის მრავალი გადაუწყვეტელი საკითხის არსებობაა. პირველ რიგში მდგომარეობას ის ამძაფრებს, რომ ამ ორგანიზაციის ორ წევრ ქვეყანას, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო კონფლიქტი გაღვივდა. ამ ფონზე დაიძაბა ჩინურ-ინდური ურთიერთობებიც. ჩინეთი მიხვდა, რომ ინდოეთის გარეშე ის ვერაფერს ვერ მოახერხებს. ამიტომ ამ მინისტერიალზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთისთვის ერთგვარად დაყვავებას ცდილობდა. მინისტერიალზე ხაზი გაესვა შანხაის სულისკვეთების შენარჩუნებას. არასტაბილური საერთაშორისო ვითარების კონტექსტში ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ხელს შეუწყობს ორგანიზაციის გაძლიერებას, ასევე დაიცავს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გააძლიერებს ბრძოლას სამი ბოროტი ძალის, ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ. მინისტერიალის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პირადად ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. როგორც რუსეთის მასმედია იუწყება, ლავროვმა სი ძინპინს პრეზიდენტ პუტინის ზეპირი შეტყობინება გადასცა. ასევე მინისტერიალზე გაჟღერდა, რომ სომხეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობის სურვილი გამოთქვა, რითაც ალბათ სომხეთი რუსეთთან უმტკივნეულოდ დაშორებას ეცდება. იაპონიის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ჩინეთის ექსპანსიური პოლიტიკა დიდი გამოწვევაა. ამიტომ იაპონიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოცხადებული მშვიდობიანი პოლიტიკა გვერდზე გადადო და გამალებულ მილიტარიზაციას შეუდგა.
ჯერჯერობით იაპონია 7 და გააზრებულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ მაინც ეთყობა ჩინეთის პოლიტიკით გაღიზიანება, რაც ამასწინათ იმაში გამოიხადა, რომ გადაწყვიტა ფილიპინებისთვის 6 დიდი მოდერნიზებული სამხედრო გემი გადაეცა. მიზეზი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წარმოშობილი კონფლიქტია. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არქიპელაგების სახით ათასობით დიდი და პატარა კუნძულია მიმოფანტული, რომლის აკვატორიაში ჩინეთი, ტაივანი, კამბოჯა, ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი, ინდონეზია და ფილიპინები შედის. გეოპოლიტიკური მიზნით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა კუნძულებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, რადგან სამხრეთ ჩინეთის ზღვის არქიპელაგებზე მსოფლიოს მთავარი სავაჭრო გზა გადის. გაეროს მონაცემებით აქ ყოველწლიურად $3 ტრილიონ მეტი მოცულობის კომერციული გადაზიდვები ხორციელდება, რაც მსოფლიო ვაჭრობის 1/3-ში ადგეს. გარდა ამისა, სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი საბადოებია. სწორედ ამიტომ იყო ხოლმე მის გაკონტროლებაზე მუდმივი დავა. 21 საუკუნემდე უფრო ზუსტად ჩინეთის ეკონომიკურ აღზევებამდე ქვეყნებს შორის დავები შედარებით 7 ვითარებაში მიმდინარეობდა. ახლა გაძლიერებული ჩინეთი ითხოვს, რომ მსოფლიომ ამ ზღვაზე ჩინეთის ჰეგემონია აღიაროს, რასაც რეგიონის ქვეყნები და დასავლეთი ეწინააღმდეგება. დასავლეთსა და ჩინეთს შორის ტაივანის საკითხი შეიძლება უმთავრესია, მაგრამ ჩინეთის ზღვის საკითხი ტაივანის პრობლემას არაფრით არ ჩამოუვარდება. ჩინეთი კი ისევე გამომწვევად იქცევა სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხებში, როგორც ტაივანის პრობლემის შემთხვევაში. ის ხშირად ატარებს ხოლმე სამხედრო წვრთნებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის სივრცეში და დასავლეთის გემებს ნორმალურად გადაადგილებაში ხელს უშლის. ბოლო 3 წელია ჩინურ-ფილიპინური ურთიერთობა გამწვავებულია. ფილიპინები ამერიკის იმედით არაფერს არ უთმობს ჩინეთს, რის გამოც საერთო აკვატორიაში ინციდენტები გახშირდა, მათ შორის წინასწარ განზრახული ავარიები გემებს შორის. ახლახანს ჩინეთმა ერთ ხრიკს მიმართა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ბევრი ჩაძირული კუნძულია. ჩინეთი მათგან ხელოვნურ კუნძულებს ქმნის, რომელზეც თავის სუვერენიტეტს ავრცელებს. რეგიონის ქვეყნები და მსოფლიო ამ ჩინურ სუვერენიტეტს არ აღიარებს ხოლმე. ფილიპინებსა და ჩინეთს შორის დავაში ჯერ ამერიკა და მერე იაპონიაც ჩაერთო. იაპონია როგორც დიდი დასავლეთის წევრი ქვეყანა ჩინეთს ეწინააღმდეგება და ფილიპინებს უჭერს მხარს. ფილიპინებისთვის სამხედრო გემების გადაცემა, ფილიპინების გაცხადებული მხარდაჭერა და ჩინეთის მიმართ ხილული კონფრონტაციაა, რამაც ჩინეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პირველ რიგში იმიტომ, რომ იაპონიის სამხედრო მრეწველობა და კერძოდ სამხედრო გემები მსოფლიოს ტოპ 10-ში შედის. ამიერიდან კი ჩინეთისთვის პასუხის გასაცემად ფილიპინებს უმძლავრესი იაპონური გემები ეყოლება. გარდა ამისა, ამ ჟესტით იაპონიამ ხაზი გაუსვა, რომ ის კონფლიქტის მხარეა, ანუ შეკრულია ანტიჩინური რეგიონული კოალიცია ამერიკა, იაპონია და ფილიპინები. როგორც ტაივანთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც არავინ იცის, რომელიმე მხარე გადადგამს მკვეთრ კონფრონტაციულ ნაბიჯს თუ უსიტყვო დაძაბულობა გაგრძელდება მათ შორის. საპარლამენტო არჩევნებიდან სულ რაღაც 3 თვე გავიდა და გერმანიის მართველი ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების კოალიცია უკვე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, რაც ბუნდესტაგში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს მოჰყვა. სასამართლო 16 მოსამართლისგან შედგება, რომლებსაც 12 წლიანი ვადით ირჩევენ. მოსამართლეთა ნაწილს ბუნდესტაგი ირჩევს, ნაწილს კი ფედერალური მიწების წარმომადგენელთა პალატა. ორივე შემთხვევაში მოსამართლის დასამტკიცებლად 2/3 უნდა მისცეს ხმა. ამჯერად ბუნდესტაგმა კენჭის 3 მოსამართლეს უყარა. ერთ-ერთი კანდიდატი პოცდამის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ფრაუკ ბროზიუს გერცდორფი იყო.
მისი კანდიდატურა სოციალ-დემოკრატებმა წამოაყენეს, რის გამოც საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურეს. ქალბატონის პერსონა გერმანულ საზოგადოებაში მკვეთრ პოლარიზაციას იწვევს. მისი შეხედულებები აღიქმება როგორც რადიკალურ ლიბერალური. მას ხშირად აკრიტიკებენ აბორტების თემასთან დაკავშირებით. ამის გამო ის მწვავე დაპირისპირებაშია კათოლიკურ ეკლესიასთან. მის მიმართ ხშირი კრიტიკა ისმოდა კოვიდის პანდემიის დროსაც. მაშინ ქალბატონი ბროზიუს გერცდორფი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მიმართ მკაცრი რომების გატარებას ითხოვდა. ქალბატონი პროფესორის ბიოგრაფიაში სხვა სკანდალიც გვხვდება. აბრალებენ, რომ სადოქტორო დისერტაცია სხვისგან გადაიწერა. მართალია ბრალი ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ავტორიტეტი შესამჩნევად შეულახეს. ექსპერტები კოალიციას ბროზიუს გერცდორფის ნაცვლად სხვა კანდიდატის წამოყენებას ურჩევენ. ცნობილია, რომ კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაზე. ამიტომ მის კანდიდატურას იმთავითვე ჩავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ. მართველი კოალიცია გაჯიუტდა და მისი კანდიდატურა მაინც გაიტანა კენჭისყრაზე. ბოლოს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ქრისტიან-დემოკრატების 50 დეპუტატმა ბროზიუს გერცდორფს მხარი არ დაუჭირა. შედეგად მოსამართლეების არჩევის საკითხი ჩავარდა, რამაც სკანდალი გამოიწვია. გერმანია ამაყობდა, რომ მოსამართლეთა არჩევნები ყოველთვის ჩავარდნებისა და სკანდალების გარეშე ტარდებოდა. ახლა კი გერმანიის ისტორიაში პირველად ბუნდესტაგმა მოსამართლეები ვერ დაამტკიცა. ამას რომ დიდი კრიზისი არ გამოეწვია, კოალიციამ საკითხზე მსჯელობა შემოდგომისთვის გადაიტანა. მართლ კოალიციას თავის ტკივილის მოემატა და მის მიმართ მწვავე კრიტიკაც. სკანდალის გამო ბუნდესკანცლერ ფრიდრიხ მერცს ყველაზე მეტი კრიტიკა დაატყდა თავს. დაწყებული გერმანიის პრეზიდენტით და დამთავრებული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რიგითი წევრით. ეუბნებიან, იცოდი, რასაც წარმოადგენს ბროზიუს გერცდორფი და მაინც მხარი დაუჭირეო. მართლაც მერცმა კოლეგების აზრი არ გაითვალისწინა. ფრიდრიხ მერცზე გაბრაზებული დარჩნენ სოციალ-დემოკრატებიც, რომლებიც ბუნდესკანცლერს აბრალებენ, რომ ის განგებ იქცეოდა ისე, რომ კანდიდატურა არ გასულიყო. სოციალ-დემოკრატების აზრით კოალიციის შექმნისთვის ისინი ბევრ დათმობაზე წავიდნენ და ამ საკითხში პარტნიორებისგან სოლიდარობას ელოდნენ. ქრისტიან-დემოკრატები კი თავს იმით იმართლებენ, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ეკლესია, ამ ქალბატონის წინააღმდეგია და ქრისტიან-დემოკრატებს გაუჭირდებოდათ ეკლესიასთან დაპირისპირება. ქალბატონ ბროზიუს გერცდორფის წინააღმდეგ ერთობ ავტორიტეტული კარდინალები და ეპისკოპოსები გამოვიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ამ ქალბატონის არჩევით ძალიან დაზიანდება ქრისტიანული გერმანიაო. ახლა მერცი ცდილობს როგორმე ჩააქროს ეს სკანდალი და სოციალ-დემოკრატები ახალი კანდიდატის წამოყენებაზე დაითანხმოს. ისტორიკოსებს, არქეოლოგებსა და ანთროპოლოგებს შორის ბატონობს აზრი, რომ პირველი ადამიანი დედამიწაზე აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, ეთიოპიაში გაჩნდა. აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ადამიანები აქ 3 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ეთიოპია ბიბლიურ ტექსტებშიცაა ნახსენები. მეფე სოლომონმა ეთიოპიის დედოფალი მოიყვანა ცოლად. ეთიოპიელები თავს მის შთამომავლებად თვლიან. არსებობენ იუდეველთა სარწმუნოების ეთიოპიელებიც. ქრისტიანობა აქ მე-4 საუკუნეში გავრცელდა. ეთიოპიის ქრისტიანული ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ეთიოპია ყავის სამშობლოდ ითვლება. გადმოცემით, ყავის ხე და მარცვალი აქ მე-9 საუკუნეში აღმოაჩინეს. ეთიოპია მსოფლიოს უძველესი სახელმწიფოა, რომელიც არასდროს არ ყოფილა სხვა ქვეყნის კოლონია. ეთიოპია ერთა ლიგისა და გაეროს ერთ-ერთი პირველი წევრი ქვეყანა იყო. თავისი 120 მილიონიანი მოსახლეობით ნიგერიის მერე აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა. მოსახლეობა მრავალფეროვანია. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია ორომო და ამჰარა. 1974 წელს
ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე პირველი, რომელიც 44 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, ტახტიდან ჩამოაგდეს, რამაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი გამოიწვია. ანტიმონარქისტულ მხარეს კომუნისტი მენგისტუ ჰაილე მარიამი ედგა სათავეში, რომელმაც საბჭოთა კავშირისა და კუბის დახმარებით მონარქისტთა ჯგუფი დაამარცხა და ქვეყნის მმართველი გახდა. მან ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დაამყარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მენგისტუ ეთიოპიის ხალხთა გაერთიანებულმა რევოლუციურ დემოკრატიულმა ფრონტმა დაამხო, რომელიც დღემდე მართავს ქვეყანას. ამ ფაქტისა და თავისუფლების სხვადასხვა შეზღუდვის გამო ეთიოპია არადემოკრატიულ ქვეყნადაა მიჩნეული. ეთიოპია ღარიბი აგრარული სახელმწიფოა, რომლის დღევანდელი ლიდერი 48 წლის აბი აჰმედია. ის ცენტრალური ეთიოპიის ქალაქ ბეშაშაში დაიბადა. მისი ოჯახი ორომოს ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მამა მუსლიმი ჰყავდა და დედა ქრისტიანი. აბის მამას 4 ცოლი და 13 შვილი ჰყავდა. აბი აჰმედის დედა მეოთხე ცოლი იყო. აბი კი მე-13, ანუ ყველაზე პატარა შვილი. პატარა აბი სკოლაში კი დადიოდა, მაგრამ 14 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და მენგისტუ ჰაილე მარიამის წინააღმდეგ მებრძოლთა დაჯგუფებას შეუერთდა. ორომოს ხალხთა დემოკრატიულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა და მოზარდთა სამხედრო ჯგუფთან ერთად ბრძოლებში მონაწილეობდა. ისინი მართველ კომუნისტურ დიქტატურას ებრძოდნენ. ამ შეტაკებებში აბის ძმები დაეღუპა. მოგვიანებით ორომოს ხალხთა დემოკრატიული ორგანიზაცია ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ დემოკრატიულ ფრონტს შეუერთდა. 1991 წელს მათ საერთო ძალისხმევით მენგისტუ ჰაილე მარიამის მთავრობა ჩამოაგდეს. იმავე წელს არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ დემოკრატიულმა ფრონტმა და მისმა ლიდერმა მელეს ზენავიმ გაიმარჯვა. აბი აჰმედმა კი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახური განაგრძო. რუანდაში გაეროს მშვიდობის მყოფელთა კონტინგენტის წევრი იყო. ეთიოპია ერიტრეის კონფლიქტში მონაწილეობდა. აფრიკის ამ რეგიონის რამდენიმე ენა იცოდა და შეიარაღებული ძალების დაზვერვაში მსახურობდა. მან ადის-აბების სამხედრო აკადემიაში კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრის წოდება მიიღო. უსაფრთხოების საინფორმაციო სააგენტო დაარსა და მისი დირექტორის მოადგილე გახდა. მოგვიანებით დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. მან საინფორმაციო ტექნოლოგიების მაგისტრის წოდება მიიღო. ბოლოს აბი აჰმედმა ვიცე-პოლკოვნიკის რანგში შეიარაღებული ძალები დატოვა და ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერთო. ის თავისი ძველი თანამებრძოლების პარტიაში ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ დემოკრატიულ ფრონტში გაწევრიანდა და მალე ეთიოპიის პარლამენტის წევრიც გახდა. დეპუტატობის დროს მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიური კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდა. მან რელიგიური მშვიდობის ფორუმი შექმნა. იმავე პერიოდში ბიზნესის მაგისტრის წოდება მიიღო. აბი აჰმედი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საინფორმაციო ცენტრის დირექტორად დანიშნეს. შემდეგ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის პორტფელი ჩააბარეს. ის ორომოს რეგიონის პრეზიდენტის მოადგილე და ამავე რეგიონის მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი იყო. აბი აჰმედი თავისი პარტიის გენერალური მდივანი გახდა. 2018 წლის დასაწყისში აბი აჰმედის პარტიის ლიდერი და ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჰაილე მარიამ დესალენი პოლიტიკური კრიზისის გამო თანამდებობიდან გადადგა. კრიზისი ორომოს რეგიონში მასობრივმა პროტესტმა გამოიწვია. მოსახლეობა ცხოვრების მძიმე პირობებს, კორუფციასა და ადამიანთან უფლებების შეზღუდვას აპროტესტებდა. მთავრობამ საპროტესტო ტალღას მკაცრად უპასუხა. შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცველების დახმარებით გამოსვლებს არბევდა. 2 წლის მანძილზე შეტაკებების დროს 5000 ადამიანი დაიღუპა. ჰაილე მარიამ დესალენის ასეთმა პოლიტიკამ პარტიაში განხეთქილება და კრიზისი გამოიწვია. კრიზისიდან გამოსავალი კი მხოლოდ ერთი იყო: გადადგომა. 2018 წლის 15 თებერვალს
ეთიოპიის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ სატელევიზიო განცხადება გააკეთა. მმართველმა პარტიამ ლიდერად და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აბი აჰმედი წამოაყენა. იმავე წლის 1 აპრილს ის ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი გახდა. იგი პირველი ორომო ეთნიკური წარმოშობის პრემიერ-მინისტრია. 2019 წელს აბი აჰმედმა ეთიოპია ერიტრეის კონფლიქტის მოგვარებისთვის მშვიდობის ნობელის პრემია მიიღო. კონფლიქტი 20 წელიწადს გრძელდებოდა. ადრე ერიტრეა ეთიოპიის ნაწილი იყო. მენგისტუს გადაყენების შემდეგ ის ეთიოპიას გამოეყო, რითაც ქვეყანამ ზღვაზე გასასვლელი დაკარგა. 2020 წელს სუდანის ხელშეწყობით ტიგრაის მხარემაც მოინდომა ეთიოპიისგან გამოყოფა, რამაც ახალი კონფლიქტი გამოიწვია, რომელიც 2 წლის შემდეგ ეთიოპიის გამარჯვებით დამთავრდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მწვავედ გააკრიტიკა აბი აჰმედი და ეთიოპიის შეიარაღებული ძალები, რადგან ამ ომში ეთიოპიის სამხედროებმა ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. 2024 წელს აბი აჰმედის მეცადინეობით ეთიოპია ბრიქსში გაწევრიანდა. აბი აჰმედის მეუღლე ამჰარა ეთნოსის წევრია. მათ ერთმანეთი ეთიოპიის შეიარაღებულ ძალებში ერთად მუშაობისას გაიცნეს. წყვილს 3 ქალიშვილი ყავს. მთელი ოჯახი ქრისტიანია. მოდი ასე დავასრულოთ დღევანდელი გადაცემაც და ეს სატელევიზიო სეზონიც. გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ მთელი წლის განმავლობაში ყურადღებით გვისმენდით და გვიყურებდით. მე ნუგზარ უხაძე ვარ და სექტემბრის დასაწყისში ღვთისწყალობით ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ახლა კი ზაფხულის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ და ცოტა ხნით გემშვიდობებით. ნახვამდის.